დედამიწის გარშემო მალე ორი ბუნებრივი თანამგზავრი იმოძრავებს. ერთ-ერთი მათგანი ეგრეთ წოდებული მინიმთვარე იქნება, რომელიც ორბიტაზე სულ რაღაც 2 თვით შენარჩუნდება. ეს 2024 PT5 სახელით ცნობილი ასტეროიდია, რომელიც მეცნიერებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს აღმოაჩინეს. 10 მეტრიანი სხეული ჩვენს პლანეტას მოუახლოვდება, მაგრამ ატმოსფეროში არ დაიწვება. სპეციალისტთა გამოთვლებით ამის ნაცვლად ის დედამიწის მიზნუნდელობის გავლენით ორბიტაზე დარჩება, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით. მადრიდის კომპლუტენსის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომები ამ ობიექტის ტრაექტორიას დააგვირდნენ და დაასკვნეს, რომ ის პლანეტის ირგვლივ მინიმთვარის სახით 29 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში იმოძრავებს. ამის შემდეგ ასტეროიდი ჩვენი ვარსკვლავის ორბიტაზე გადაინაცვლებს და მზის სისტემაში გადაადგილებას განაგრძობს. გამოდის, რომ 56.5 დღის განმავლობაში დედამიწა ორ თანამგზავრიანი იქნება, რომლებშიც თავად მთვარე და 224 PT5 იგულისხმება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ობიექტი არჯუნას ჯგუფის ასტეროიდებს მიეკუთვნება. ესენია დედამიწასთან ახლო მდებარე ობიექტები, რომელთაც ჩვენი პლანეტის მსგავსი ორბიტა აქვს. ისინი ინდოეთის ტერიტორიაზე ძველად არსებული კურუს სამეფოს ხელმწიფისა და ეპოს მაჰაბჰარატას მთავარი პერსონაჟის სახელს ატარებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი მინიმთვარის სიკაშკაშე 27.5 მაგნიტუდისაა, ანუ ის ზედმეტად მკრთალია იმისთვის, რომ თუნდაც სამოყვარულო ტელესკოპებით დავინახოთ. ის ერთადერთი ასეთი ობიექტი არაა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გარკვეული პერიოდით შენარჩუნდება. 1991 წელს მინიმთვარად იქცა ასტეროიდი 2022 NX1-იც, რომელიც იმავე ტრაექტორიას 2022 წელსაც დაუბრუნდა. ვარაუდობენ, რომ იგივე 2051 წელსაც განმეორდება. ასე მოხდება 2024 PT5-ის შემთხვევაშიც, რომელსაც 2025 წლის იანვარსა და 2055 წელს ისევ იმავე ამპლუაში ვიხილავთ. არ დაიზარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.